სულელი ხარ? ჩვენი დევიზია მაგარი ბიჭები საშინაო დავალებას არ ასრულებენ. შენ გააბრაძე ჩემი თოჯინა. ეს რა ჯანდაბა? ჰეი მენდი. ღმერთო ჩემო, სხეულს ვერ ვაკონტროლებ. ბუშტო, ადექი? წადი აქედან, ვერ ხედავ? დაკავებული ვარ. ლუნა, გთხოვ, იყავი ჩემი შეყვარებული. შენი შეყვარებული? ჰო, ჩვენ წყვილი ვიქნებით, ჯადოქარი და ლუზერი. გაგიჟდი? რა ჯადოქარი, ნორმალური ხარ? თავი ხო არ მიარტყი რამეს? რა გიკვირს? ბუშს მკითხავი შეუყვარდა და რა მოხდა მერე? დიახ, ბუშტიც ადამიანია და მასთაც უნდა სიყვარული. გუფი, კარგად გამოგივიდა. რა საყვარლობაა? გაჩუმდი ფრეშ, თუ გშურდეს ჩუმად. შენ თვითონ გაჩუმდი. ლუნა, აბა თანახმა ხარ? ბუშტო, შენ არ ხარ ჩემი მოსაწონი. უკან დაიხია. აუ, ახლა ცუდად გავხდები. მეც. მე მესმის შენი, არ მოგწონს რომ მე მსუქანი ვარ. მე მზად ვარ რამდენიმე კილოგრამით დავიკლო. კარგი გოგოებო, მე გადავწყვიტე ამ კაბას ჩავიცვამ საახალწლო წვეულებაზე. სხვათა შორის მეც მინდოდა ასეთის ჩაცმა. სხვა რამე რომ ჩაიცვა რა პრობლემაა? ლორა, ეს კაბა არც ისე კარგია. გარწმუნებული ხარ რომ გინდა ჩაიცვა? მართლა? გაბი აუცილებლად ჩაიცვამს ამ კაბას. არა, მე აღარ მომწონს. x კვადრატში პლუს y კვადრატში უდრის გამარჯობა ნაის. გამარჯობა მეგობარო. ნაის, რას აკეთებ? საშინაო დავალება მათემატიკისთვის რა? საშინაო დავალება მათემატიკისთვის? სერიოზულად ამბობ? დიახ, მე გადავწყვიტე რომ გამოვსწორდე და საშინაო დავალებები ვაკეთო ხოლმე. ხუმრობ, რა საშინაო დავალებები? ხომ კარგად ხარ მეგობარო? ჰალკ, შენ შურიანი ხარ. მე უბრალოდ გადავწყვიტე ჩემეცვალა ჩემი ცხოვრება. ნაის, შენ მე გამაკვირვე. და გავიწყდა რა გუნდში ხარ? ჩვენ არასოდეს ვაკეთებთ საშინაო დავალებას. ეს ჩვენი წესია, კარგი? ჩვენ გადავწყვიტეთ. ჩვენ მას გავაგდებთ ჩვენი გუნდიდან და ლუზერებთან ერთად გაერთოს. ფაზლ, შენ რა გონება დაკარგე? შეგიძლია წახვიდე შენს ლუზერ მეგობრებთან ერთად. ჰალკ, შენ იცი რაც უნდა გავუკეთო მას მეგობარო. ხო, ვიცი, ჩვენ გავაკეთებთ ჩიკ-ჩიკს. ჰალკ, არ გაბედო ამის გაკეთება. კი, მე ამას გავაკეთებ, ნაის. ბიჭებო, ჩვენი დევიზია მაგარი ბიჭები საშინაო დავალებას არ ასრულებენ. ჰალკ, მე უნდა დავაწებო ახლა ეს. როგორ გააკეთებს ის ამას? შეაწებე დროზე. ხო, ახლავე შევაწებებ. უკვე დავასრულე მეგობარო. ჰალკ, როცა წებო გაგითავდება, გამაგებინე და ჩემსასაც მოგცემ. სულელი ხარ? გითხარი, უკან დაიხიე მეთქი. ლუნა, თუ არ გჯერა ბუშტის, მე მზად ვარ, გარანტია მოგცე რომ წონაში დაიკლებს. მე მას გავაკონტროლებ და პირადადაც ვავარჯიშებ ხოლმე. ბიჭებო, ძალიან სამარცხვინოები ხართ. თქვენი დაწყება მინდა ახლა. ლუნა, დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე. მიყვარ ხარ. გუფი, რას აკეთებ? შენ ყველაფერი გააფუჭე. მე თვითონ გავაკეთებდი ამას. ბოდიში მეგობარო, მე მხოლოდ შენი დახმარება მინდოდა. სხვანაირად არ იფიქრო. ჯობია ადგომაში მომეხმარო ახლა. კარგი ძმაო. ბუშტო, არ მინდა რომ გაწყენინო, მაგრამ შენ და მკითხავი არ იქნებით შეყვარებულები. წადი და იპოვე ახალი შეყვარებული, შესულელო. გუფ, უთხარი იმ ხუთუჭაფიც, რომ ჩემი მოთმინება რეზინის არ არის. ახალო, ბუშტი გეუბნება, რომ მისი მოთმინება რეზინის არ არის. მე არ მაინტერესებს ბუშტი. გადაეცი მას ეს. ფრეში ამბობს, რომ მას არ აინტერესებს შენი ნერვები, ჩემი მოთმინება ამოიწურა. კარგი ბიჭებო, დამშვიდდით, იდიოტები ვით ნუ იქცევით. ნერდის გამო მოხდა. შენ ხარ იდიოტი. მაგარი სურათია. გაბი, არ მესმის ეს ყველაფერი. შენ რა, ჩემი ბენზი მოგწონს? ჰა? უბრალოდ თქვი რომ ეს სურათი მაგარია. გაბი, არ შეგიძლია ბანანი სხვაგან რომ ჭამო? არ მიყვარს სუნი. თუ არ მოგწონს სუნი, აიფარე ცხვირზე ხელი.
ასეთი რთულია შენთვის? ნამდვილი მეგობარი. ოლივია, შეხედე, ახლა როცა ჩემ კარადასთან მივალ, ჩემი ბენსი ყოველთვის გამიღიმებს. ნახეთ ვინ მოდის. რა იყო ახალო გოგო? ვერი წინასწარმეტყველე ბანანის ქერქის დაცემა? მას სად არის შენი ჯადოსნური სფერო? ოღონდ ახლა არიტირო პატარავ, კარგი? მე ნამდვილად არ მტკენია და თქვენ ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ. ხო, ჩვენ შეგვეშინდა. შეხედეთ, ჩვენი ახალი გოგო ისევ თოჯინებით თამაშობს. სასაცილოა. რა უცნაური თოჯინა. მართლა უცნაურია. მომეცი აქ, უცნაური შენ ხარ და სხვათა შორის შენ ახლა გააბრაზე ჩემი თოჯინა. მე უკვე ვთქვი, რომ ამის გამო შურს ვიძიებ მეთქი. გამარჯობა ლუნა, გამარჯობა გოგოებო. ისევ თოჯინებით თამაშობ? არა, მე მივიღე ეს თოჯინა ჩემი დიდი ბებიისგან. ისიც ჯადოქარი იყო. ვაუ, ნამდვილი ჯადოქარი? და ამის გამო ის კოცონზე დაწვეს. მას ალბათ საშინლად ეტკინებოდა, ხომ? არა მგონია, როცა ხანძარი ჩააქრეს, მისი ნაშთი გაქრა. ბევრჯერ კიდევ სჯერა, რომ მისი სული ამ ადგილას დაფრინავს. და რაში გჭირდება ეს თოჯინა? ეს არის ვუდუს თოჯინა. იგი გამოიყენება ჯადოქრობისთვის. ახლა უნდა წავიდე. მაინტერესებს რას აკეთებს ის? ჩვენ უნდა გავყვეთ მას. მინდი, შენი დახმარება მჭირდება. არა, ბოდიში, ძალიან ბევრი საქმე მაქვს გასაკეთებელი. რვეულების შეგროვება დამავალეს. განრიგის შემოწმება? მე ვაიძულებ კამილს, რომ შეუყვარდე. რა? მართლა? მართლა, ოღონდ ლორას თმა უნდა მომიტანო. გაგიჟდი და სად ვიშოვო? ეგ შენი პრობლემაა. კარგი, მაგრამ თუ მომატყუებ, ჩემს შავ სიაში მოხდები. უკან დასაბრუნებელი გზა არ არის. ჰალკ, არჩევანი არ გაქვს. ახალი ბლოკნოტი უნდა მიყიდო. შეწყვიტე ტირილი, ნაის, შეწყვიტე ტირილი. რატომ ზიხართ ისევ კაფეში? ზარის ხმა ვერ გაიგონეთ? გაკვეთილი უკვე დაიწყო. ბიჭებო, მე მოვაგვარებ. მისტერ მაქს ყველაფერი რიგზია. მალე წავალთ კლასში. შუმად, გაჩუმდი ფას. კარგი. ჩვენ აქ საშინაო დავალების შესასრულებლად მოვედით. საშინაო დავალება უნდა გააკეთოთ სახლში. მაქს, აქ რას აკეთებ? გილოცავ ჩაკ, შენ მე მიპოვებ. მაქს ტელეფონში დგას გოგონა და ამბობს, რომ ის იოგას ახალი მწვრთნელია. სხვათა შორის ის ნამდვილად ძალიან ლამაზია. ღმერთო, სულ დამოვიწყდა ის. ეს ყველაფერი თქვენს გამო მოხდა, სულელებო. სხვათა შორის ჩაკ, შეგიძლია დღეს ჩემს მაგივრად ჩაატარო სპორტის გაკვეთილი. რა თქმა უნდა, მაქს, მე შემიძლია შესანიშნავი ფიზიკური მომზადება სტუდენტებისთვის. კარგი, უნდა წავიდე. დღეს რაღაც საქმეები მაქვს. რატომ ზიხართ? ადეკით და წადით სპორტდარბაზში. ახლა მე უნდა გავარდიშოთ. კარგი, უნდა წავიდე. გაკოცე, ნახვამდის. გაბი, რა თქმა უნდა, შენი შემოქმედებით საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ შეგიძლია რომ ცოტა ხანი არ იმღერო? თავის ტივილი დამეწყო. კარგი, მადლობა. ჩანდაბა, რატომ გაჭედე კამპუსის ნიჟარა შენი თმებით, ჰა? რა? აღიარეთ, ვინ გააკეთა ეს? მენდი, ეს მე არ გამიკეთებია. არც მე და არც მე. მეც არ გამიკეთებია. კარგი, არ გინდათ აღიარება? მაშინ მე თვითონ ვიპოვი დამნაშავეს. შენი თმა არ არის? არც შენი თმა. აჰა, ვიპოვე, ეს ლორას თმა. რატომაა ჩემი? რა? რამდენჯერ გითხარი, რომ კამპუსის ყველა კუთხეში თმა არ უნდა დაივარცხნო. მენდი, გაგიჟდი?
კივა, მე უკვე ყველაფერი ვთქვი. პირველად გაპატიებ. მართლა გაჭედე ნიჟარა? არ ვარ დარწმუნებული. იქნებ ეს მე გავაკეთე. შეიძლება სულაც არ ვიყავი მე. ჯანდაბა. როგორც ჩანს, ცოტა ზედმეტი მომივიდა. კარგი, არა უშავს. გაკვეთილი იწყება. გამარჯობა. სერიოზულად ამბობ? ხო, ახლავე მანდ ვიქნები. მოკლედ, შენ დიდო ბიჭო, შენ ჩაატარებ გაკვეთილს. გასაგებია? რასულელი ტრენერია ღმერთო? დღეს მე ვარ მწვრთნელი, ამიტომ ყველა მე უნდა მომისმინოს, შენც კი ოლივკა. ახლა ჩვენ გავაკეთებთ თეძუებს. ეს მარტივი ვარჯიშია. გაიმეორეთ ჩემთან ერთად. 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 ნორმალური ვარჯიშია. მე მომწონს ეს. სულელური ვარჯიშებია. 1 2 3 4 1 2 3 4 1 2 3 4 აუ, ცოტა დამაგვიანდა. ოლივკა, კარგად მოძრაობ, კარგი ნამუშევარია. მადლობა, ჰალკ. ვცდილობ. აბა, მზად ხარ, ლორა? ახლა ცოტა გეტკინება. მოემზადე? ჩემი ხელი. ლორა, რატომ მირტყა? უკაცრავად, არ მინდოდა. შეგიძლია უფრო ჩუმად იყო? ახლა კი ჩვენ ვაპირებთ გვერდების მოხრას. 1 2 3 4 ოუ, ჩემი ფეხი. ლორა, კარგად ხარ? არაფერია, უბრალოდ ცოტა მეტკინა. შენზე ვღელავ, ლორა. მადლობა. ო, ლორა, რატომ გააკეთე ეს? ო, ბოდიში, ბენს, მე ვერ ვაკონტროლებ ჩემს ხელს. ასე არა? მე კი გადავწყვიტე დავეხმარო ჩემს შეყვარებულს. შვენიერი დარტყმა იყო, ძმაო. გაჩუმდით, ეს არ არის სასაცილო. ლორა, ისეთი უცნაურია. ჰო, ასე რომ ყველა ბიჭი ყურადღებას მიაქცევს მას. ლორა, გაჩერდი, ეს არ არის სასაცილო. ჰო, ბენს, ბოდიში, ახლა კი შოუ იწყება. მოემზადეთ გართობის დროა. აუ, არ მესმის რა ხდება. თავს ვერ ვაკონტროლებ. რა ხდება ჩემს თავს? ჯანდაბა, რა ხდება მის თავს? სხეულს ვერ ვაკონტროლებ, ვერ ვჩერდები. არ მესმის რა ხდება. ვინმემ რამე გააკეთეთ? რას მიყურებთ ყველა? ბენს, გამაჩერე მალე. ჯანდაბა, დროზე. ერთხელ უკვე დაგეხმარე, ამას აღარ გავიმეორებ. ო, რატომ დამარტყი ხელ ახლა? ჯანდაბა, რა იყო ეს? რატომ იცინი? ჩემს შეყვარებულს პრობლემები აქვს, პრობლემები თავის არეში. კარგი, გავაგრძელოთ ვარჯიში ლორას გარეშე. მასთან ერთად ვივარჯიშებთ ცალკე. სხვათა შორის პირველი ვარჯიში უკეთ უნდა შეასრულოთ. 1 2 3 4 ლონა, რა დაემართა ლორას? შენ გააკეთე? მან დაიმსახურა ეს. ვუდუ თოჯინის დახმარებით გააკეთე? ხო, ზუსტად.
ლუნა, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ეს თოჯინა რომ მოგაშორო და გადავაგდო? როგორც გამომწერები გადაწყვეტენ, ისე მოვიქცეთ. დაწერეთ კომენტარებში, გინდათ თუ არა რომ ეს თოჯინა გადავაგდოთ. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დააწყაპუნეთ ზარზე და დაელოდეთ ჩვენს ახალ სერიებს.